მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება დღევანდელ მზის დაბნელებას. ვნახოთ, რა სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება დღევანდელი მზის დაბნელება თითოეული სტიქიის წარმომადგენლისთვის. ზოგადად აი ამ დასტით, დროიდების დასტით, ვნახოთ ტენდენციები, რას მოიტანს, რა ტენდენციები იქნება ამ მზის დაბნელების შემდგომ, უფრო მეტად აქტუალური, რა პროცესები დაიძვრება და დანარჩენი 4 დასტით, რომელიც აქ მაქვს წარმოდგენილი, ვნახოთ თითოეული სტიქიის წარმომადგენლისთვის, როგორი პროცესები იქნება. აქტიური და აქტუალური. ნახოთ ახლა ტენდენციები ზოგადად ყველა ჩვენგანისთვის სტიქიების მიუხედავად, რას მოიტანს ეს მზის დაბნელება. ჩემო ძვირფასებო, არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ხვალინდელი დღე დარჩა სააქციო ფასით კონსულტაციების გავლისთვის და თუ გნებავთ იჩქარეთ და ჩაიწერეთ, მოასწარეთ წინასწარ. 4-იანი პენტაკლები, 5-იანი თასები და არკანის სიკვდილი. საინტერესოა, დასტის ბოლოს გვაქვს 10-იანი კვერთხები. 10-იანი პენტაკლები და არკანი მზე. ასევე არკანი იმპერატორი, არკანი ზომიერება, არკანი პენტაკლების დედოფალი და კვერთხების მეფე. რა ხდება ხალხო, ხო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გვაქვს. მნიშვნელოვანი რომ არის ეს პროცესები, აღნიშნული 3 არკანიც ადასტურებს, პირდაპირ მოვიდა უმაღლესი არკანის სიკვდილი აქ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იქნება ძალიან ბევრი დრომოჭმული სიტუაციების ჩახურვის პერიოდი, თქვენ შემთხვევაში მოხდება მნიშვნელოვანი გადაფასებები. ზოგ შემთხვევაში ეს იქნება სიტუაცია, როდესაც მოგიწევთ თავი ახადოთ დახურულ სკივრს და ამ სკივრიდან ზოგიერთმა თქვენგანმა ამოიტანოთ ნიჭები, რომელიც აქამდე არ გქონდათ გამოყენებული, ზოგიერთმა თქვენგანმა გაახსნათ ცოტა იუმორით რომ შემოვიტანოთ მუთაქები და ამ მუთაქებიდან ამოიღოთ თუნდაც ფინანსური სახსრები, იმიტომ რომ შესაძლოა დაგჭირდეთ. სხვათა შორის აქ იქნება სიტუაცია, როდესაც ისე გაუშვებთ რაღაცა პროცესებს და ვიღაც ადამიანებს, გარკვეული ტიპის ადამიანებს თქვენი ცხოვრებიდან, რომ აი ესე უყურებთ, როგორ ჩამოატარებს მდინარე თქვენი მტრის გვამს, როგორც იტყვიან არაბულ ანდაზაში, ხო? აი ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ შიგნით უკვე ზუსტად დაერქმევა სახელი ყველაფერს და ყველას და ვინც გასაშვებია, რაც გასაშვებია, აბსოლუტურად ყველაფერი წავა. არკანი გადმოვარდა თვითონ არკანი 2-იანი თასების. ეს არის მდგომარეობა, რას მოიტანს, ანუ ზოგადად ყველასთვის, ხო? ეს არის მდგომარეობა ერთის მხრივ არჩევანის, მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობების დასაწყისი და პრინციპში ეს არც არის გამორიცხული, იმიტომ რომ სიკვდილის არკანით ყველაფერი, რაც წასასვლელია, წავა და ადგილი და დრო დაეთმობა სიახლეს. შესაბამისად, სივრცე, რომელიც გაჯერებული იყო, მოძველებული და დრომოჭმული
პროცესებით, ადამიანებით, რწმენა წარმოდგენებით, შეხედულებებით, ხო, ეს სივრცე არ იძრეოდა საშუალებას სიახლის დაწყების. აი, ახლა უკვე ამ მზის დაბნელების შემდგომ თქვენ მოგეცემათ ზუსტად სივრცის გათავისუფლების ძალიან კარგი შესაძლებლობები და ნუ დაებღაუჭებით, ჩემო ძვირფასებო, იმას, რასაც უკვე მიხვდებით, რომ არის ვადა გასული და დრო დადგა, რომ დაიმშვიდობთ. ნახოთ კიდე რას მოიტანს ყველასთვის ეს მზის დაბნელება, ნახოთ კიდე რას მოიტანს ხუთიანი პენტაკლები. ხუთიანი პენტაკლები და სამიანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, აქ დაიწყება სიტუაციები ბევრთან, დაიწყება სიტუაციები, როდესაც თქვენი შრომის უნარიანობა აღდგება. ერთგვარად, თუ აქამდე მაგალითად იყავით ძალიან ისეთ აპათიურ მდგომარეობაში, რომ თქვენ სიგურიო რა ხდებოდა, ვინ რას ამბობდა, ვინ რას აკეთებდა, თითქოს თქვენ არ გეხებოდათ, ხო? აი, ეხლა ამ მზის დაბნელების შემდეგ თქვენც გააქტიურდებით, თქვენც გაახელთ თვალებს, გამოფხიზლდებით და დაინტერესდებით ზოგადად რა ხდება თქვენს გარშემო ამ პროცესებით. კი, არის 4-იანი თასები, არკანი ძალა და არკანი კვერთხების ტუზი. კი ბატონო, ნამდვილად გითხარით, რომ დაინტერესდებით თქო, რა ხდება იმ სიტუაციებით თქო. ძალიან ბევრ შესაძლოა დაგებადოთ არაჩვეულებრივი იდეა, რაღაცა აქტიური მოქმედებების ჩადენის სურვილი და კი ბატონო და თქვენი გამოცდილება. ისევ რა საინტერესო რამდენჯერაოდ შეხედასტა და 10-იანი კვერთხები და 10-იანი პენტაკლები ისევ მოვიდა. ანუ თქვენს შემთხვევაში აი ზოგადად ტენდენცია არის ისეთი, კი ბატონო, რომ მიდის ეს რაღაცა მოდუნებული, მოწყენილი, უენერგიო სიტუაცია და იწყება ახალი მოგზაურობა. გმირის მოგზაურობა, რომელიც მიდის ახალ ციკლზე, ახალ დასაწყისზე და ახალი შთაგონებით აკეთებს, რაც მთავარია ამ ყველაფერს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო ზოგადი ტენდენციები ჩვენთვის, ყველასთვის მზის დაბნელებასთან დაკავშირებით. ეხლა კი უშუალოდ გადავიდეთ თითოეულ სტიქიაზე და ვნახოთ სტიქიების მიხედვით ჩავშალოთ თითოეულ სტიქიას რას უმზადებს ეს მზის დაბნელება. ვნახოთ ახლა ჰაერის სტიქია, აი ამ დასტით, ჰაერის სტიქიისთვის როგორი ტენდენციები გამოიხატება მზის დაბნელების შემდგომ. ვნახოთ ჰაერის სტიქია. თქვენთან დასასიკეთო ცვლილებები იქნება. ვნახოთ აბა ჰაერის სტიქიისთვის. ხმლების დედოფალი. 4-იანი ხმლები და 6-იანი თასები. სასიკეთო ცვლილებები ჰაერის სტიქიისთვის არის ის, რომ თქვენ მე რაც გითხარით პრინციპში, აი უკვე გადახვალთ აქტიურ მოქმედებაზე. აქამდე თითქოს იყავით რაღაცნაირად გარინდებული, გაყინული, აი რაღაც ჩუმი დამკვირვებლის პოზიცია გქონდათ. აი ჩუმი დამკვირვებლის თითქოს აი სიცივე თქვენს გარშემო, თქვენც იყავით ცივად. რა თქმა უნდა, აქ მანდილოსანია გამოსახული ამ არკანზე, მაგრამ ეხება ეს როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებს ენერგეტიკულ დონეზე, ხო, ეს არკანი. შესაბამისად, თქვენ იყავით რაღაცნაირად აი ისე პასიურ მდგომარეობაში, მაგრამ პასიური დაკვირვების მდგომარეობაში, ხო? ეხლა უკვე აი თასები ამ ხმლების ენერგიიდან პირდაპირ გადავიდა თასების ენერგიაში. თქვენი სიტუაცია შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა აქ პირდაპირ იპოვოს, კი ბატონო, აქ პირდაპირ იპოვოს ოჯახური ბედნიერება, ან დაიბრუნოს, მე უფრო ვიტყოდი, ოჯახური ბედნიერება. თითქოს აი რაღაცა შეიძლება რაღაცა აღიდგინოთ კარგი და თავისუფალი მარტივი კომუნიკაცია, რაღაცა სიახლე გაიგოთ ოჯახში, ხო? ჰაერის სტიქიამ, კი ბატონო, აი კოშკის არკანი,
მოდის აქ და 6-იანი პენტაკლები. კოშკის არკანით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ აი დასრულდება ზუსტად ეს სიცივის ენერგია, დასრულდება ეს რაღაცა ცივი ომი, ან ცივი დუმილი, ან ერთმანეთის ესე უსიტყვოდ დასჯა და გამონახავთ საერთო ენას, გამონახავთ სიტუაციას, სადაც კი ბატონო, აი თასების მეფე მოვიდა აქ, სადაც მოგიწევთ, რომ გააზიაროთ თქვენი ემოცია, რასაც მაგალითად კი ხმლების ტუზი, რასაც აქამდე ინახავდით თქვენთვის 10-იანი ხმლები, აი ნახეთ როგორი 10-იანი ხმლების არკანია ამ დასტაზე გამოსახული, ადამიანი, რომელიც ზის და ლოცულობს, ხო? ჩემო ძვირფასებო, აქ ჰაერისტიქიის წარმომადგენლებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან დაგრჩებათ ის პროცესები და უკან მოიტოვებთ იმ პროცესებს, რომლებიც ძალიან გაღელვებდათ, მაგრამ გარეგნულად აი ამ მღელვარებას არ იტყობდით. უმრავლეს შემთხვევაში ეს თქვენი მღელვარება ძირითადად შეეხებოდა პარტნიორულ ურთიერთობებს, ოჯახურ ურთიერთობებს და აი ოჯახში თითქოს რაღაცა არასწორი ენერგეტიკული მიმოცვლა იყო, რაც არ გაძლევდათ ოჯახური კომფორტის მიღების შესაძლებლობას. აი, კი, ნამდვილად ესეა. პენტაკლების დედოფალი მოდის უკვე და მოდის 7-იანი ხმლები. შეიძლება აქ იყოს ისეთი სიტუაცია, რომ დაუშვათ ოჯახში ჰაერისტიქიის წარმომადგენლებმა იგრძენით ეს ცივი ენერგიები შეიძლება იქიდანაც არის წარმოებული, რომ წარმოშობილი, რომ იგრძენით მესამე ადამიანის ჩარევა, ან იგრძენით, რომ თითქოს ვიღაცას თქვენზე მეტ ყურადღებას უთმობს, ან თქვენი პარტნიორი, ან თქვენი ოჯახის წევრი და აი ამასთან დაკავშირებით გქონდათ გარკვეული ტიპის უთანხმოება, მაგრამ პრინციპში ეს პროცესები თქვენგან მიდის, ეს უკვე ძალიან კარგია. კი, ერთ-ერთი კარმული ეტაპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩახურეთ ჰაერისტიქიის წარმომადგენლება ამ მზის დაბნელებით, მაგრამ იმისათვის, რომ შეძლოთ და დაიწყოთ სრულფასოვნად ისევ ცხოვრება, უნდა შეძლოთ და გაუშვათ აპატიოდ ის წყენები, რა წყენებიც გქონდათ დაგროვილი და ასევე უნდა გაუშვათ ყველა ის ადამიანი, რომელიც თვლით, რომ თქვენ სივრცეში აღარ უნდა იყოს, ან უკვე აღარ არის, მაგრამ თქვენ რაღაცნაირად გონებრივად მაინც ებღაუჭებით. აი ესეთი იყო ჰაერისტიქიის წარმომადგენლებისთვის კერძოდ და კონკრეტულად მზის დაბნელებით გამოწვეული შემდგომი პროცესები, როგორი იქნება. ეხლა ვნახოთ მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან რა ხდება. მიწის სტიქია თქვენთან როგორი პროცესები მოვა მზის დაბნელების შემდგომ. ნახოთ აბა მიწის სტიქიისთვის რა პროცესებს უნდა ველოდოთ მზის დაბნელების შემდგომ. ოთხიანი ხმლები, არკანი იმპერატრიცა, 8-იანი ხმლები. აქაც ჩემო ძვირფასებო, აი ხო გითხარით, ზოგადი ტენდენციაც ესეთი იყო, რომ რაღაცა შენელებული, ემოციური, მოწყენილი, იმედგაცრუებული მდგომარეობებიდან გადადიხართ აი ესეთ ცეცხლოვან ენერგიებში. მიწის სტიქიის წარმომადგენლები, თქვენ აქ იღვიძებთ, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, მიწის სტიქიის წარმომადგენლებიც აქ იღვიძებენ. კი ბატონო, არკანი ეშმაკი მოვიდა, აქ მოვიდა არკანი იეროფანტი. ძალიან საინტერესოა, 2-იანი ხმლები. ნახოთ კიდე ხმლების დედოფალი, თასების პაჟი და ფორტუნას ბორბალი. მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, პრინციპში აქ შეგვიძლია ღმერთო ჩემო არკანის შეყვარებულები, არკანის სამართლიანობა და 7-იანი ხმლები და აქვე მოვიდა პენტაკლების ტუზი. მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, მინდა კარგად დაიმახსოვროთ ეხლა ის, რასაც მე თქვენ გეტყვით.
ის ენერგია, რასაც დღეს თქვენ გრძნობდით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა მიწის სტიქიის წარმომადგენელმა თავის თავზე იგრძო მოზღვავებული ენერგია, აი აქ ეშმაკის არკანით. აი ეს ენერგია არსად არ გაუშვათ, დაიმახსოვრეთ ეს მდგომარეობა და შეინარჩუნეთ, რაც მთავარია, იმიტომ რომ ფორტუნას ბორბლის მდგომარეობით, აი ნახეთ, ფორტუნას ბორბალს აქვს ორი ნათელი ბნელი მხარე. ამ შემთხვევაში თქვენ თუ შეძლებთ და იქნებით მუდმივად აი ესე მომართული აქტიური ენერგიებით, ჩათვალეთ, რომ ძალიან კარგი პროცესები დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ თუ ისევ გადახვალთ აი იმ პასიურ მდგომარეობაში, ზოგიერთს რომ მაგალითად გეზარებოდათ ლოგინიდან ადგომა, გეზარებოდათ დილას გაღვიძება და ასე შემდეგ, ანუ მიწის სტიქიის წარმომადგენლებს ზოგადად ძალიან უჭირთ ხოლმე გაზაფხულის სტარტი, იმიტომ რომ აი როგორც ნელ-ნელა იღვიძებს ბუნება, აი ესე ნელ-ნელა იღვიძებენ მიწის სტიქიის წარმომადგენლები, თუმცა ეს თავისთავად ცხადია, გაღვიძება შეუქცევადი პროცესია, მაინც მოგიწევთ რომ გაიღვიძოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სწრაფად გინდათ შედეგების მიღება და რომ მიიღოთ ზუსტად ის შედეგი, რაც გინდათ რომ მიიღოთ, ყველაზე დადებით კონტექსტში ეცადეთ, რომ დღევანდელი ენერგეტიკა, რომელიც ასეთი უმრავლეს შემთხვევაში იქნებოდა რაღაცნაირი ძალიან აქტიური, ძალიან ხალისიანი, ძალიან ცეცხლოვანი, ზოგ შეიძლება რაღაცა არაჩვეულებრივი იდეა მოგივიდათ, ხო, აზრი მოგივიდათ, აი ყველაფერი ჩაიწერეთ, ჩაინიშნეთ და არ დაგავიწყდეთ. დაიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუნდაც მცირე ნაბიჯებით, დაიწყეთ და აუცილებლად მიიღებთ შედეგებს მიწის სტიქიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ აქ გამოვიდა ძალიან ბევრი მაღალი არკანი, როგორც უშუალოდ გაშლაში, ისე გაშლის ბოლოს. კი ბატონო, აქაც მოდის ორიანი თასები და აქაც მოდის 7-იანი თასები. მოგიწევთ არკანის სამართლიანობა, მოგიწევთ, გინდათ თუ არ გინდათ, გადაწყვეტილებების მიღება, არჩევანის მიღება და მოქმედების დაწყება. სხვა შემთხვევაში მიწის სტიქიის წარმომადგენლებს გემუქრებათ კიდე ერთი ციკლი, აი ზუსტად ესეთი უმოქმედო, უმოძრაო მდგომარეობის და მე ნურავის დააბრალებთ, რომ რატო არაფერი არ ხდება და არ იცვლება ჩემს ცხოვრებაშიო, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს ვეუბნები. ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ და ყველაფერს ნელ-ნელა შეცვლით. აი ესე ჰაერი და მიწა გქონდა, ეხლა გადავიდეთ წყალზე. აბა ვნახოთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის როგორი იქნება მზის დაბნელების შემდგომი ტენდენციები. წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის როგორი იქნება? კვერთხების ხმლების დედოფალი. ეს ამოვარდა ეს არკანი, მოდი დავტოვოთ, აქ კიდე მანახე. როგორი იქნება წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის დაბნელების შემდგომი ტენდენციები. ჩამოკიდებული კაცი, თასების დედოფალი, არკანი მაგი, სამიანი თასები, არკანი ეშმაკი, არკანი განდეგილი, ორიანი თასები და ხუთიანი თასები. ჩემო ძვირფასო წყლის სტიქიის წარმომადგენლებო, თქვენთვის დაბნელების პერიოდი და დაბნელებამდეც და დაბნელების მერეც მთლიანად გადაივლის, შემიძლია გითხრათ, ნერვებზე. კი ბატონო, გადაივლის ნერვებზე და თქვენგან უმრავლეს შემთხვევაში თითქოს მოითხოვენ რაღაცა ემოციურ საზრდოს, ემოციურ მხარდაჭერას, მოითხოვენ რაღაცა ისეთ მდგომარეობას, რომ აი ურჩიოთ, დრო გამოუყოთ, რაღაცა დახმარების ხელი გაუწოდოთ, აი რაღაცა ძალიან დაღლილები ხართ წყლის სტიქიის წარმომადგენლები, აი აქაც წარმოიდგინეთ, ადამიანი წეღან იდენტიფიკაციაში ხმლების დედოფალი მოვიდა, ხო? ხმლების დედოფალი მოვიდა პირდაპირ სიტუაცია, როდესაც ადამიანს ძინავს და ეს სიზმრება
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც არის აი ბედნიერი, კმაყოფილი, მაგრამ არაფერი არა აქვს ამ გოგონას სახეზე, ხო? არაფერი არ ამჩნევია. აი ძალიან უცნაური მდგომარეობა გაქვთ აქ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ თითქოს რაღაცა ცოტა ილუზიებში ხართ. თითქოს რაღაცა მიგაჩნიათ, რომ აქაც რამდენი მაღალი არკანია დასტის ბოლოს. მიგაჩნიათ, რომ რაღაცა თითქოს თქვენ გარეშე პროცესები არ უნდა დაიძრას თუ აი რაღაცა ესეთი სიტუაციაა წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან ამ მზის დაბნელების შემდგომ. ეცადეთ, რომ წონასწორობა დაიცვათ წყლის სტიქიის წარმომადგენლებო. აქ რაღაცა უკიდურესობას მიჩვენებს თქვენ შემთხვევაში და ყველაზე კარგი გამოსავალი უფრო მეტად მე მგონია, რომ იქნება ბალანსის დაცვა, იმიტომ რომ აი აქ თუ ბალანსის დაცვას არ მოახერხებთ, ხო, ნახეთ, როგორი ცეცხლშენთებული სასახლიდან გოგონა ითხოვს შველას და კაცშვილი არ არის მისი დამხმარე. ანუ რაღაცა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესია. კი, 6-იანი თასები, კიდე რა არის აქ? არკანი ძალა და არკანი სამსჯავრო. ჩემო ძვირფასებო, კი, ძალიან აქაც ისევ მაღალი არკანი მოვიდა, არკანის სამყარო, არკანის სამართლიანობა და კვერთხების დედოფალი. საკმაოდ კარმული პროცესები დაიწყება თქვენთან, წყლის სტიქიის წარმომადგენლებო. მე გირჩევდით, რომ ინდივიდუალურად ნახოთ დაუშვათ ან თქვენს ასტროლოგიურ უკაში რა ხდება, ან ტაროლოგიური გარჩევა ნახეთ ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ძალიან ორაზროვანი ენერგიებია აი აქ წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან და ეცადეთ, რომ ემოციურად არ გადაიწვათ, ემოციური ბალანსი აუცილებლად დაიცავით, რომ გეყოთ ფიზიკური ძალაც მერე. თუ ემოციურად აქ თქვენ გამოიფიდეთ, უკაცრავად ემოციაც აღარ გეყოფათ მერე რეალურად, ან პირიქით ემოციური გამოფიტვა გამოიწვევს ფიზიკურ დაუძლურებასაც. წყლის სტიქიის წარმომადგენლება ყურადღება მიაქციეთ მოკლედ თქვენს ნერვულ სისტემას და ეცადეთ, რომ რაღაცნაირად დაიცვათ ბალანსი, ჩემო ძვირფასებო და ბოლოს ვნახოთ ახლა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის მზის დაბნელება როგორი შედეგების მომტანი იქნება. აქვე შეგახსენებთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მხოლოდ ხვალინდელ დღეს არის კიდევ აქცია, ვისაც გნებავთ პირადი კონსულტაციებისთვის, პირად შეტყობინებაში მომართეთ და ჩაეწერეთ დროულად. ნახოთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, როგორი იქნება მზის დაბნელების შემდგომი ტენდენციები. მოკლედ 4-იანი ხმლები, ანუ ყველა სტიქიაში ამოვიდა 4-იანი ხმლები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა სტიქიის წარმომადგენლები იყვნენ გარკვეულწილად გაჩერებულ მდგომარეობაში. 4-იანი ხმლები, 7-იანი კვერთხები, არკანის შეყვარებულები, მოდის აქ, 10-იანი პენტაკლები, 3-იანი ხმლები, 6-იანი თასები, 5-იანი თასები, არკანი განდეგილი და კვერთხების ტუზი. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებო, ცეცხლის სტიქია თქო და პირდაპირ მოვიდა გველეშაპები, ცეცხლის მქვეველი გველეშაპები, პენტაკლების ტუზი და 9-იანი პენტაკლები. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს რა მინდა რომ პირველ რიგში ვუთხრა, ის იმედგაცრუება და მოლოდინის რეჟიმი თითქოს, რასაც აი რაღაცას ელოდებოდით და რომ აღარ დააყენა საშველი ამ მოლოდინის და სურვილის ასრულებამ, თითქოს ეხლა გაჩნდება გარკვეული ტიპის იმედი და პერსპექტივა, აი აქა ეს პეპლის მდგომარეობით, გაჩნდება გარკვეული ტიპის შესაძლებლობა, რომ რაღაცა სხვანაირად შეხედოთ რაღაცა პროცესებს და სხვანაირად გადააფასოთ. შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა ჩათვალოს, რომ ეს აღარც სჭირდება, ან პირიქით ზოგიერთ თქვენგანთან სწორედ ახლა მზის დაბნელების შემდგომ დადგეს უკვე სასურველი შედეგი თქვენი მოლოდინისა, ხო?
ნახოთ კიდევ აბა რას მოიტანს ორიანი კვერთხები, არკანი მეეტლე, ორიანი თასები. ზოგიერთისთვის იქნება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის იქნება რაღაცა ახალი ეტაპის, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. ეს მზის დაბნელება და აქვე მოვიდა არკანის სიკვდილი. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს არკანი მაგიც აქვე ყავს. ეს შეიძლება იყოს გადაადგილება, ეს შეიძლება იყოს სასურველის მიღწევა, როგორც უკვე წეგან გითხარით, აი თასების მეფე მოვიდა და შეიძლება ეს იყოს გარკვეული ტიპის ფინანსური სიდუხჭირიდან, აი თავის დაღწევის თითქოს, აი რაღაცა სამართლიანობის აღდგენის ეტაპი. კი ბატონო, აი არკანი სამართლიანობა არის ზუსტად დასტის ბოლოს, გითხარით კიდეც არკანი იმპერატორი და არკანი თასების ტუზი. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს პრინციპში 3 ტუზის ენერგია ამოვიდა აქ უკვე, რასაც უყურებ. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს გეწყებათ ერთგვარი წონასწორობის, თითქოს აი რაღაცა უნდა დასრულდეს რაღაცა ეტაპი და ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ამისათვის თქვენ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები იგრძნობთ ყველა საჭირო რესურსს თქვენს შიგნით. იქნება ეს გარკვეული ტიპის ემოციური ბალანსი, იქნება ეს რაღაცა ფინანსური მხარდაჭერა, თუ იქნება ეს თვითონ ენერგია, რომელიც მოგცემთ მოძრაობის შესაძლებლობას. აი ესეთი იყო ცეცხლის სტიქიის და ყველა დანარჩენი სტიქიის წარმომადგენლისთვის მზის დაბნელების შემდგომი პერიოდის ტენდენციების განხილვა. ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა თქვენ შემთხვევაში და აუცილებლად მომწერეთ თქვენი დაკვირვების შედეგები, როგორ ჩაივლის ეს კონკრეტული მზის დაბნელება თითოეული სტიქიისათვის ცალ-ცალკე. აქვე მინდა შეგახსენოთ ბოლოჯერ, რომ მხოლოდ ხვალინდელი დღე გაქვთ სააქციო ფასით სარგებლობისათვის, პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით და თუ ვინმე კიდე ხართ მსურველი, ვინც ვერ მოასწარით, ველოდებით ყველას პირად შეტყობინებაში. გისურვებთ მშვიდობიან საღამოს, ბედნიერ ხვალინდელი დღის დასაწყისს და ზოგადად გისურვებთ მშვიდობას. დროებით შევხვდებით უახლოეს მომავალში.